გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. კარდენახელების თქმით, დაზიანებული სისტემის გამო სოფლის მოსახლეობის ნაწილი რამდენიმე თვეა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. საბჭოს უბანში მცხოვრებ 50-მდე ოჯახს კი ტექნიკური მოხმარების წყალი რამდენიმე დღეში ერთხელ საუბნო ონკანიდან მხოლოდ 1 საათით მიეწოდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს, რომ კარდენახში წყლის სისტემის რეაბილიტაცია სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში წელს მოხდება. 2 დღეში ერთხელ მოდის წყალი გენაცვალე 2 საათით. მაგრამ მოდის ძალიან ცოტა, აი მცირე ძაფივით მოწანწკარებს. 5 ლიტრა რო დაედგე რიგში, აი რამხელა რიგებია ხოლმე. 5 ლიტრას ვერ ავსე. 50 კოვლი უწყლოდ არის დარჩენილი. აი თლიანი უბანი. არ აიყოფნის ეს წყალი გამოუშვებენ 2-3 დღეში ერთხელ გამოუშვებენ 2 საათით და ისიც მოდის აი ნელა. ეს პრობლემა ჩვენთვის ცნობილი არის. მითითებული პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენს მიერ ხდება ახლა დიდი ოდენობით მილების შეცვლა, ხდება მთლიანი წყალსადენის რეაბილიტაცია. სამუშაო გადაწყებული არის ერთ-ერთი ფირმის მიერ და ახლა ეს მომავალში მეტი მაქსიმუმ სრულად აღმოიფრება.